ეხლა მეც მოусმინე ამ ჯო ვილსონის განცხადებას და საპასუხო პასუხს მანამდე იმასაც ხომ მოусმინე რაც თქვა მარკო რუბიომ და როგორი პასუხის გაცა კობახიძემ. კი ბატონო და ვეთანხმები მე იცი მათ ერთი რაღაცა არის მარკო რუბიო აი ეხლა ვილსონი არის ლობისტი ხო ვიცით და ამაში იღებს ფულს და რასაც გინდა იმას იტყვის მაგრამ სხვა არის აი მაღალჩინოსნები ამერიკის შეერთებულ შტატებში რომლებიც თავის წვენში იხარშებიან და ხშირად არც კი იციან ვითარება რაც ამა თუ იმ ქვეყანაშია ხო ჯერ მარტო სლოვენიას და სლოვაკიას ვერ არჩევდა მაგალითად ბუში ხო და ტრამპი ძალიან დიდ შეცდომებს უშვებს როდესაც ქვეყნებზე ლაპარაკობს ამიტომ ეს არის იგივე აი ვილსონის მიერ ძალიან კარგად შესრულებული აი ფულის სანაცვლოდ თავისი როლი ხო და სულაც არ ნიშნავს ახლა რუბიოს განცხადება რომ ის ასე ფიქრობს უბრალოდ მე ვთვლი რომ არ არის საკმარისად ინფორმირებული და ეს ძალიან ხშირი არის ხოლმე ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე იმიტომ რომ ბევრ სენატორს და კონგრესმენს უცხოეთის პასპორტი არც კი აქვს და ჩვენ გახსოვთ ის მომენტი რო იყო ომი რო დაიწყო 2008 წლის ომი და ბევრს ეგონა რომ ჯორჯიის შტატს გამოუცხადა ომი რუსეთმა